მანშასტეს აღამშვიდობის შესრულდა 17 საათი და გადაცემა დღის ნიუსრუმი იწყებს მუშაობას ტელეკომპანია პალიტრა ნიუსისა და რადიო პალიტრის ეთერში. მე ვარ ლელა ბაღდავაძე, საკითხებზე კი რომლებიც საზოგადოებაში ამჟამადაა განხილვის საგანი, პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის შეფასებებს მოვისმენთ. რატომ ვერ ერთიანდება ქართული პოლიტიკური სპექტრი მაშინ, როცა რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებმა ეს პრობლემა ყველა ქვეყანაში მარტივად გადაჭრა? რატომ მივიდა მართველი გუნდი გადაწყვეტილებამდე, რომ ოპოზიციის არც ერთ ინიციატივას აღარ განიხილავს? რატომ მიდის საბჭოთა დელეგაცია ბრიუსელში ფაქტობრივად ოპოზიციის გარეშე? რატომ დაუპირისპირდნენ პრეზიდენტს? რატომ? ყველა რატომზე, რომელიც არაერთ საკითხთან დაკავშირებით ხელისუფლების მისამართით ისმის პასუხებს სწორედ ახლა პარლამენტის თავმჯდომარისგან მოვისმენთ. ჩალვა პაპუაშვილი უკვე ნიუსრუმშია და შეგვიძლია დავიწყოთ. ბატონ შალვა, გამარჯობა და მადლობა რომ გვესტუმრეთ. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს და მსმენელს. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ბატონ შალვა, მოდით დავიწყოთ ბრიუსელში ვიზიტით, როგორც ცნობილი გახდა მომავალ კვირას განხორციელდება ეს ვიზიტი. გითხარით თავდაპირველად რა დღის წესრიგით ჩადიხართ ევროკავშირის და ნატოს დედაქალაქში და რაც მთავარია ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ქართული საზოგადოებისთვის, ვინ შედის დელეგაციაში, იმიტომ რომ მართლაც საქართველოს მოქალაქეები ვისურვებდით, რომ ხელისუფლება და ოპოზიცია გვენახა ერთად ერთ დელეგაციაში. და საქართველოს მოსახლეობა ნამდვილად იხილავს ხელისუფლებას და ოპოზიციას ამ დელეგაციაში. ეს გახლავთ ოფიციალური ვიზიტი, რომლის ფარგლებში მე შევხვდები ჩემს კოლეგას, ევროპარლამენტის პრეზიდენტს რობერტა მეცოლას, იცით რომ ის ახლად არჩეული არის, იანვარში მოხდა მისი არჩევა. მეც ახლად არჩეული ვარ ამ თანამდებობაზე, შესაბამისად ჩვენ გვექნება პირველი შეხვედრა და მე ამ კონტექსტის გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი არის, რომ ეს პირველი შეხვედრა ხდება მას შემდეგ, რაც საქართველოს გააკეთა განაცხადი ევროკავშირში წევრობაზე. დელეგაციის შემადგენლობაში არიან ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი, მისი პირველი მოადგილე ლევან ქარუმიძე და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი, რომელიც გახლავთ ოპოზიციის წარმომადგენელი ამ დელეგაციაში და რა თქმა უნდა დელეგაციებიც ასე ბატონ შალვა, ზუსტად იმის გათვალისწინებით, რომ ახლახან გააკეთა საქართველოს განაცხადი ევროკავშირში წევრობასთან დაკავშირებით, ოპოზიციის ნაწილი, მაგალითად აი სტრატეგია აღმაშენების ლიდერი გიორგი ვაშაძე გთავაზობდათ, რომ უფრო ფართო ჩართულობით ოპოზიციის შემდგარიყო ერთობლივი ვიზიტი ბრიუსელში და ეხლა იყო პერიოდი საკანონმდებლო ორგანოში, ჩვენ ვიცით, როდესაც ფაქტობრივად ოპოზიციის გარეშე იყო ქართული ოცნება, ხო? ახლა ეს ვითარება შეცვლილია, ოპოზიცია უფრო ფართო სპექტრით არის წარმოდგენილი და იქ ოპოზიციას არ წარმოადგენს მხოლოდ ლევან იოსელიანი. შესაბამისად, რატომ ვერ შედგა უფრო ფართო კონტექსტში ოპოზიციის ერთობა, ოპოზიციის და ხელისუფლების ერთობა, ამაზეც გითხარით. აი რა იყო პრობლემა იმის, რომ ხო, უფრო მეტად ყოფილიყო ოპოზიცია წარმოდგენილი და საერთოდ ბევრი ესეთი ინიციატივა გვესმის, რომელიც ცოტა აქციონიზმის სფეროდან არის. უსაგნო ფაციფუს გავს, სიმართლე გითხრათ, ბევრი ასეთ სახის ინიციატივა. საზოგადოებას შევახსენებ ერთ რამეს და მათ შორის ჩვენ ოპონენტებსაც. ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთება, ეს გახლავთ ქართული ოცნების საარჩევნო პროგრამის ნაწილი, ისე რომ ჩვენ 2022 წელს გეგმავთ ამ განაცხადის გაკეთებას და ყველას კარგად ახსოვს, როგორი ირონიით იყო და ამ საკითხს ეკიდებოდა ჩვენი ოპოზიცია. და დღეს თითქოს ისინი არიან დროშით წინ ფლაგმანი ამ პროცესის. რა თქმა უნდა, ასე არ არის და ეს არის სწორედ უსაგნო ფაციფუცი ოპოზიციის რიგი წარმომადგენლების მხრიდან. ჩვენ ამ საკითხს უდგებით სერიოზულად. როგორც სერიოზულად უდგებოდით საარჩევნო პროგრამაში, ასევე სერიოზულად უდგებით ახლა. ახლა ჩვენ კონტექსტმა მოგცა იმის შესაძლებლობა, რომ 2 წლით ადრე შეგვეტანა ეს განაცხადი ევროკავშირში წევრობაზე, თუმცა ეს არანაირად არ ამცირებს იმ საქმეს, რომელიც ჩვენ უნდა შევასრულოთ ჩვენი მხრივ. ამ კონტექსტმა შეიძლება მოგცა შესაძლებლობა, რომ ევროკავშირი უფრო კონცენტრირებული იყოს ამ საკითხზე და არა მხოლოდ თეორიული პერსპექტივა ჰქონდეს საქართველოს ისევე როგორც უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირში წევრობაზე, არამედ პრაქტიკული შანსიც გაჩნდეს იმის, რომ წევრობის კანდიდატობის სტატუსი მიიღოს. თუმცა ეს პროცესი მაინც არის რამდენიმე თვიანი პროცესი კანდიდატობასაც შეეხება, გაწევრიანება კიდევ უფრო ხანგრძლივი პროცესია. ამიტომ ერთი ჩვენ ყალბი რაღაც იმედები ჩვენ საზოგადოებას არ უნდა შევქმნათ, თითქოს ეს არის 1-2 დღის ან 1-2 თვის საკითხი.
ჩვენ ევროკავშირის წევრები რო გავხდეთ, ჩვენი სახელმწიფო ამას ცდილობს ოპოზიცია, აი როცა პოპულისტური ფაციფუცია ოპოზიციის. იმიტომ ისე არის, მათ შორის სტრატეგია ამაშენებს, ისე არის წარმოქმნილი, თითქოს ახლა ყველაფერი არის PR-ზე დამოკიდებული. თუ კი ახლა ყველა ჩავჭიდებთ ერთმანეთს ხელებს, ჩავალს და იქ არ ვიცი მე, ერთად შევძახებთ ევროპარლამენტს ან ევროკავშირის სხვა სტრუქტურებს, ისინი ჩაგვიხუტებენ და ამით გავხდებით წევრები. ასე არ არის ხომ რეალური ცხოვრება. ევროკავშირი ეს არის გაერთიანება ქვეყნების, რომელიც ეფუძნება წესებს. ამ წესებს სჭირდება კანონმდებლობაში ასახვა. ჩვენ თუ არ ვიყავით ევროკავშირის თან ასე ვთქვათ შესაბამისობაში მყოფი ჩვენი კანონმდებლობით და ინსტიტუტებით შესაბამისობაში მყოფი ქვეყანა, ასე აზრიც არ აქვს ხომ წევრობას. ამიტომ თავარი საქმე რაც რა უფრო დაეხმარება პროცესს კონსოლიდაციის და ერთიანობის ჩვენება თუ ჩვენება რომ ყოველდღიურად ესეც სამწუხაროდ სწორედ ეს არის რომ ამხელა დიდ მიზნებზე ვსაუბრობთ ხო ევროკავშირში წევრობაზე. კიდევ ერთხელ ყველა შევახსენებ ჩვენი თითოეული ეს ოპონენტი ირონიით ეკიდებოდა ქართული ოცნების მხრიდან 2020 წლის შემოდგომაზე საარჩევნო პროგრამაში ჩადებულ გეგმას, რომ გაგვეკეთებინა განაცხადი ევროკავშირში წევრობაზე. ირონიით ეკიდებოდნენ ამას და ახლა ისე ამბობენ, თითქოს ისინი არიან ამის პიონერები. სინამდვილეში სწორედ ეს ასე ვთქვათ უსაგნო PR-ი თითქოს PR-ი წყვეტეს აქ ყველაფერზე ეს დამოკიდებულად იმდენად ამცრობს მნიშვნელობას და აკნინებს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესისა, რომ მე პირადად კითხვა მიჩნდება, რამდენად სერიოზულად ეკიდებიან ზოგადად ამ საკითხს. რაც შეეხება პროცესს და პროცედურებს. მნიშვნელოვანი ერთი რამე არის, რომ კონტექსტმა მოგვცე შესაძლებლობა ნამდვილად რომ ორი წლით ადრე შეგვეტანა განაცხადი. შემდეგი ჩვენ მოვისმინეთ ევროკავშირისგან, რომ ასოცირების ტრიოს მიმართ, ანუ მოლდოვის, უკრაინის და საქართველოს მიმართ იქნება თანაბარი დამოკიდებულება, ანუ თანაბრად სწრაფად იქნება ან თანაბრად ნელად, როგორც იქნება ეს განხილვა. ჩვენ ასევე მოვისმინეთ ევროკავშირისგან და ვიცით პროცედურა რაც არის და ამ ევროკავშირი თავის ჩვეულ პროცედურებს არ აცდება, არავინ არ გადაახტება იმ საფეხურებს, რომელიც ისედაც გასავლელია, მაგალითად პირველი ნაბიჯი ეს გახლავთ ქვეყნების შეფასება. არის სპეციალური კითხვარი, რომელიც შედგება ახლა ყოველი ქვეყნისთვის. ამ კითხვას გამოგვიგზავნიან ჩვენ და სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტები შეავსებენ თუ შეფასების ხასიათის იქნება და მოხდება ქვეყნების შეფასება რამდენად არიან რა კეთდება, რა გაკეთდება, რა გვაქვს გეგმაში იმისთვის, რომ ეს განაცხადი არ დარჩეს განაცხადად და ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა არ შემოდონ თაროზე იმ არგუმენტაციით, რომ ქვეყანა არ აღმოჩნდა მზად ამ წევრობის სტატუსის მისაღებად. რაც შეეხება ქვეყნის თქვენ თქვით, რომ ეჭვგეპარებად ოპოზიცია სერიოზულად უდგება თუ არა ამ საკითხს. თქვენ რამდენად ხელისუფლება, რამდენად სერიოზულად უდგება, რამდენად გულწრფელები ხართ, როცა ამბობთ, რომ აი განაცხადი შეტანილია და ამ პროცესს მიიყვანთ. კიდევ ერთხელ ოპოზიცია, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დაყავს PR-ამდე და პირდაპირ აცხადებენ, რომ ეხლა ერთ-ერთი რაც არის თავად ეს კარგად შევფუთოთ ჩვენი ქვეყანა და კარგად წარუდგინოთ ეს ჩვენი ქვეყანა ევროკავშირს, აქვე ეტყობა, რომ ვერც კი აცნობიერებენ, რას ნიშნავს პროცესი ევროკავშირში გაწევრიანებას. ჩვენ ამ საკითხს ვუდგებით სერიოზულად, როგორც სხვა საკითხებს, შვიდად და მტკიცედ. ეს შვიდი და მტკიცე მიდგომა არის სწორედ ის, სადაც ახლა სახელმწიფო არის ჩართული და კიდევ ერთხელ, რაც შეეხება ევროკავშირთან ურთიერთობას და სახელმწიფოს წარმომადგენლობას, დემოკრატია სწორედ ამას გულისხმობს, რომ არის არჩეული პარლამენტი, მთავრობა, რომელიც წარმოადგენს ქვეყანას და რა თქმა უნდა ისინი ამ კუთხით როგორც ჩვენ ისევე მთავრობა ყველაფერს აკეთებს. მე როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს მექნება შეხვედრა ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, ასევე შეხვედრა მექნება გაფართოების საკითხში ევროკომისართან ოლივერ ვარჰეისთან, რომელიც სწორედ ამ საკითხებით არის დაკავებული და ეს არის ჩვენი საქმიანობა დელეგაციები, სადაც მათ შორის როგორც მოგახსენეთ, ოპოზიციაც არის. რასაც არ აკეთებს ოპოზიციის ნაწილი, ამაზე ჩვენ ადრე ვთქვით და აქვე მინდა რომ კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ ისინი აი ამ PR-ის მიღმა, როდესაც საქმეს ეხება, საქმე რა არის? ჩვენი საშინაო დავალება რა არის ამ ქვეყანაში? ჩვენი კანონმდებლობა მოვიყვანოთ იმ სტანდარტთან, რაც არის ევროკავშირში. მაგალითად, ჩვენ ახლახანს მივიღეთ მეორე მოსმენით და სამშაბათს უკვე მესამე მოსმენით მივიღებთ მომხრეთა უფლებების დაცვის შესახებ ახალ კანონს, სადაც ოპოზიცია საერთოდ არ მიუღია მონაწილეობა ნაწილს ოპოზიციისა, დიდ ნაწილს ოპოზიციისა, არც შემუშავების პროცესში, არც განხილვების პროცესში, კენჭისყრის დროსაც მხოლოდ ნაწილი ოპოზიციისა
იყო სხვამათა დარბაზში და ის ნაწილი, რომელიც ყველაზე უფრო ხმამაღალი განცხადებით გამოირჩევა, ეგრეთ წოდებულ საგარეო საკითხებზე ოპოზიციის ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის სპიკერები, არც კი იმყოფებოდნენ დარბაზში, რომ ხმა მაინც მიეცათ ამ კანონს. ბატონშალვა, რაც შეეხება დასავლეთ პარტნიორებთან მოლაპარაკებების დღის წესრიგს უფრო ფართო კონტექსტში, ხა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიამ ისე როგორც არასდროს ერთიანი გახადა დასავლური სახელმწიფოები. ხო, ჩვენ არ გვინახავს ასეთი ერთიანობა აგვისტოს ომის დროს, ამის ნახევარი ერთიანობაც არ გვინახავს. აი ამ შეცვლილი გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე კი აქტიურდება საკითხი, რომ საქართველომაც უნდა დასვას დღის წესრიგში იგივე პარტნიორებთან, ვისთანაც უკრაინა საუბრობს. ჩვენი მტკივნეული თემატიკა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციის საკითხი, ბორდერიზაციის შეჩერების საკითხი და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულების საკითხი რუსეთის მხრიდან. აი შეგიძლიათ გითხრათ, რატომ არ საუბრობს საქართველოს უკვე ჩვენთვის მტკივნეულ ამ საკითხებზე ყოველ შემთხვევაში აქტიურად? უპირველეს ყოვლისა, რაც შეეხება რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და ომს, ეს თავისთავად არის და თქვენ თქვით, რომ რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში ჩვენ ვნახეთ უფრო მეტად ასე ვთქვათ გაერთიანებული ევროპაც და ამერიკაც და კარგია რა თქმა უნდა და თქვენც აღნიშნეთ, რომ სამწუხაროდ 2008 წლის შემდეგ ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ, საქართველოს ამაზე საუბრობდა, რომ ეს საფრთხე ევროპისთვისაც იქნებოდა რეალური. 2014-ში ვნახეთ ჩვენ, რომ ეს საფრთხე განხორციელდა უკრაინაში და შემდეგ უკრაინელები საუბრობდნენ ამაზე, რომ ეს საფრთხე კიდევ უფრო გაიზრდება და მივედით იქ, სადაც მივედით. ეხლა მნიშვნელოვანი არის თავის მხრივ, რომ ევროპა, ამერიკა ამ კუთხით გაერთიანებულები არიან. რაც შეეხება საქართველოს ოკუპაციის საკითხებს. და ეს ბოლო პერიოდში რამდენიმე დღე არის, დღეს განსაკუთრებით იყო ამაზე საუბარი, რომ ეს აჩენს გარკვეულ ფანჯარას შესაძლებლობებს. ძალიან სახიფათო თემა არის, იმიტომ სხვადასხვა კონტექსტში ითქვა და აქ მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა. თითქოს ახლა არის შესაძლებლობა მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით რაღაც ასე ვთქვათ დეოკუპაციის ხო მათ შორის არის საუბარი არის სხვადასხვა ერთი საუბარი არის თითქოს აქ სამხედრო გადაწყვეტა შეიძლება იყოს სამ საკითხს და მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკა არის აბსოლუტურად მშვიდობაზე დამკვიდრებული დაფუძნებული პოლიტიკა და აქ რაიმე საუბარი სამხედრო გზით ოკუპაციის საკითხის გადაწყვეტაზე არის აბსოლუტურად დაუშვებელი. ჩვენ საუბრობთ ჩვენ აფხაზ და ოსტებზე და ძმებზე, რომელთანაც ჩვენ წლებია ვცდილობთ რომ დობითი ურთიერთობა აღდგეს და აქ საერთოდ ნებისმიერი პოლიტიკოსის მხრიდან თუ იქნება ეს სხვა ადამიანი ამ თემის ესე შემოტანა არის არაპატრიოტული. ბატონშალვა, ანალიტიკოსები არ საუბრობენ სხვა შორის სამხედრო გზით ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაციაზე. ისინი ახლა ფიქრობენ, რომ უნდა დადგეს საერთაშორისო პარტნიორებთან მოლაპარაკებების დღის წესრიგში საკითხები, რომელიც ჩვენთვის არის მტკივნეული. იცით რატომ არის საინტერესო აი ამ საკითხზე საქართველოს ხელისუფლების პოზიციების მოსმენა, ხელისუფლების წარმომადგენლების. დღე არ გავა რომელიმე ევროპული თუ ზოგადად დასავლური ქვეყნის ლიდერმა ან მოქმედმა ან ყოფილმა თანამდებობის პირმა არ გაიხსენოს აგვისტოს ომი, არ ლამის ბოდიშებს იხდიან, არ თქვან რომ შეეშალათ, რომ ვერ შეაფასეს სწორად რაზე იყო წამსვლელი რუსეთი. აი, როდესაც ისინი პარტნიორები, უცხოელები საუბრობენ იმაზე, რომ საქართველოს ტერიტორიების ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციაც უნდა იყოს. აი, მართლა თვალშისაცემი ხდება ამავე თემაზე ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლების შედარებით ისეთი თუმი პოზიცია და ირითია ეს განპირობებული. ეს არის ძალიან სამხედრო გზით. ეს არის ძალიან და სამხედრო ინტერვენციით ტერიტორიების დაბრუნებაზე. აქ არის საუბარი დღის წესრიგში. ეს არის ძალიან მარტივი და ადამიანური საკითხით განპირობებული. დღეს ამ წუთებში ეხლა ჩვენსაც საუბრობთ, ბომბები წვივა უკრაინაში. დღეს არის ომი უკრაინაში და მთელი ყველას ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს უკრაინაში ამ ომის შეწყვეტაზე. და ახლა საუბარი იმაზე, რომ თითქოს ახლა არის შესაძლებლობა, რომ აქ რაიმე სხვა, არ ვიცი მე, რას გულისხმობენ, მოლაპარაკებები დაიწყოს თუ ასე შემდეგ. ყველა ხდება, რომ ამას არანაირი რეალისტური საფუძველი არ აქვს. ყველა უნდა იყოს კონცენტრირებული ხა უკრაინაზე, მით უმეტეს, როცა საუბრობთ, რომ დღეს ასე ვთქვათ, გეოპოლიტიკური კუთხით მნიშვნელოვანი საკითხები წყდება, სწორედ კონცენტრირებული უნდა ვიყოთ უკრაინაზე, იმისთვის, რომ უკრაინაში პირველ რიგში ეს ტრაგედია დასრულდეს, აგრესია რუსეთის მხრიდან და აქ ეხლა საუბარი სწორედ ეს არის არაკეთილსინდისიერი კიდევ ერთხელ უსვავს ხაზს
რომ ჩვენი პოლიტიკოსების ნაწილი, რომელიც ცალხელში უკრაინის დროშა უჭირავს და უკრაინის დროშიანი მაისურები აცვიათ და უკრაინულ ენაზე მიმართავენ ხოლმე და რაღაც ასე ვთქვათ სლოგანებს ისვრიან, მეორეს მხრივ ხედავთ, რომ სწორედ ეს არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება სწორედ აქ არის, რომ ახლა ცდილობენ, ანუ ამბობენ ამსეთი განცხადების შემთხვევაში, რომ ნაცვლად იმისა, კონცენტრირდეთ უკრაინაში ომის შეწყვეტაზე, ჩვენ აქ შეიძლება რაღაც არ ვიცი, ან მეორე ფრონტი გახსნას თუ მით უმეტეს ხა საუბარი არის კიდე თუ კი საუბრობენ რაიმე სხვა მოლაპარაკების ფორმატებზე, რომელიც არ არსებობს ახლა ამ შემთხვევაში, ხო? ეხლა მთლიანი მსოფლიო ხართ განწყობილი, რომ ახლა რუსეთის წინაშე არა მხოლოდ უკრაინის ტერიტორიების დეოკუპაციის, არამედ მასთან ერთად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციის საკითხი რომ დადგეს. შესაძლოა მოსკოვი წავიდეს ამ გადაწყვეტილებაზე, სწორედ იმ სიტუაციის გამო, რასაც პარტნიორების გადაწყვეტილებების შედეგად აღმოჩნდა. ანუ რაც შეეხება ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას და ზოგადად დეოკუპაციის საკითხებს, თავისთავად ეს დგას ყოველთვის დღის წესრიგში. საქმე იმაშია, ეხლა მსოფლიოს საზოგადოება კონცენტრირებული არის იმაზე, რომ დღეს ამ წუთას არათუ ადამიანური ტრაგედიები ხდება. მთელი ქალაქები დაბომბვა ხდება, ხომ? ეს ტრაგედიის ალბათ ყველაზე მაქსიმალური რაღაც შეფასება შეიძლება გაკეთდეს და აქ ახლა კონცენტრირებული და მთავარი ამოცანა უნდა იყოს ამ ომის შეწყვეტა და თავისთავად ეს ომი როცა დასრულდება ბევრი საკითხი იქნება, რა თქმა უნდა, გასარკვევი ყველაფერთან დაკავშირებით, მაგრამ კიდევ ერთხელ ჩვენთვის ახლა ნომერ პირველი ამოცანა არის რა? ეს არის მშვიდობის შენარჩუნება ჩვენს ქვეყანაში, ვინაიდან ომი უკრაინაში პირდაპირ დაკავშირებულია უსაფრთხოების რისკებთან საქართველოში, ჩვენც ისეთივე ფრონტის ხაზზე ვართ, ჩვენთან არ არის ცხელი ომი, მაგრამ ჩვენ გვაქვს ცივი ომი, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ჩვენთანაც ფრონტის ხაზი არის, ჩვენთანაც არის ყოველდღიური რისკები, რომ ჩვენი მოქალაქეების ხდება ხოლმე ვთქვათ ადმინისტრაციულ ზოლზე გადაცება, მათი დაკავება, ყოველდღიური რისკი არის ჩვენი მოქალაქეებისთვის, ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის მშვიდობის შენარჩუნება და მათ შორის ამ სოფლიო კონტექსტის და რეგიონში მიმდინარე კონფლიქტის გათვალისწინებით, რომ ჩვენ უნდა გავამყაროთ აქ მდგომარეობა იმ კუთხით, რომ არ დაუშვათ რაიმე სამხედრო კონფლიქტი საქართველოში. შევაჯამოთ უკრაინის თემას, საქართველოს ხელისუფლება არ მიაბავს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციის საკითხს. ჩვენ როგორ უნდა მივაბავთ ამ რაც შეეხება მოლაპარაკებებს, ჩვენ ხედავთ რომ მოლაპარაკებები მიდის უკრაინასა და რუსეთს შორის ომთან დაკავშირებით, რომელიც იქ არის. ჩვენ მე ვფიქრობ ეს არაკეთილსინდისიერიც იქნება და ჩვენ ახლა უკრაინელი შევთავაზოთ, რომ ჩვენი თემაც ჩართონ იმ მოლაპარაკებებში, რომელიც ეხება მათი მოქალაქეების სიცოცხლის რისკს, ყოველდღიურ რისკებს, რომელიც იქ არის. ეს თუ კი ამას ვინმე ამბობს ჩვენთან პოლიტიკოსებში, ეს არის უკვე არაკეთილსინდისიერი მიდგომა, რომ გქონდეს ჩვენ იმისი მოლოდინი, ან სურვილი, რომ უკრაინელებს შევთავაზოთ, რომ მათ მოლაპარაკებებში ეს საკითხი იქნება. რა შეეხება ზოგადად უკრაინის მხარდაჭერის საკითხზე საქართველოს ხელისუფლების პოზიციებს და მეორე მხრივ რუსეთთან მიმართებაში საქართველოს ხელისუფლების პოზიციებს. ახლა ჩვენი ხელისუფლება კი ეყრდნობა თქვა ტელეკომპანია იმედის მიერ ჩატარებულ გორბის კვლევას და მის შედეგებს, რომელიც ამბობს, რომ გამოკითხულთა უმეტესობა მხარს უჭერს და ამართლებს იმ პოლიტიკას, რაც ახლა ქართული ოცნების ხელისუფლებას აქვს, მაგრამ მეორე მხარეს ჩვენ ხედავთ ათასობითი მოქალაქეს, რომელიც სწორედ უკრაინის მხარდასაჭერად გამოვიდა რუსთაველის გამზირზე და რამდენიმე დღის განმავლობაში ხედავდით ჩვენ ხალხით შევსებულ დედაქალაქის ცენტრალურ გამზირს, ხო? ეხლა ერთი მხრივ ეს ადამიანები გავიდნენ სწორედაც უკრაინის მხარდასაჭერად, მაგრამ მეორე მხრივ უნდა ვივარაუდოთ, რომ გავიდნენ საქართველოს ხელისუფლების არსებული პოზიციების და პოლიტიკის გასაპროტესტებლად. შესაბამისად, როდესაც ასეთ ორი მოცემულობა გვაქვს, ვის უნდა დაუჯეროს საზოგადოებამ გორბის კვლევის შედეგებს, რომელსაც ხა ალბათ არ დამეთანხმებით, მაგრამ რომლის მიმართაც არსებობს კითხვები და მაინც ეს ორგანიზაცია აფილირებულია ქართულ ოცნებასთან, თუ მართლა იმ რამდენიმე 1000 მოქალაქეს საქართველოსას, რომელიც ჩვენ თვითონ ნახეთ ჩვენი თვალით რამდენიმე დღის განმავლობაში რუსთაველის გამზირს. ყველაზე კარგი იქნება ყველამ დაუჯეროს საკუთარ შეფასების უნარს. შეფასებისა თუ სად ვიმყოფებით, რა გადაწყვეტილებებს მიიღება მოხდა და რა არის სწორი, რა არის არასწორი, ხო? ნუ დაუჯერებთ ნურც კვლევას, ნურც სხვა რამეს და მინიმუმ თვალებს არ დაუჯეროთ. თვალებმა შეგვიძლია ხალხით სავსეს რა. ხო, და აი რა იყო მოთხოვნა, მოდი ამას შევხედოთ. ჩვენ გვაქვს რამდენიმე საკითხი. პირველი,
ჩვენ არ გვაქვს როგორც თქვი, არ არის მართალია ცხელი ომი, მაგრამ ჩვენ გვაქვს ჰიბრიდული ომი ქვეყნის შიგნით, სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციის და მოსახლეობაში დაბნეულობის გამოწვევის მიზნით. თუ კი შეხედათ თუნდაც ბოლო ერთი კვირის საინფორმაციო თემებს. საქართველოს გაუხსნა რუსეთის სამხედრო თვითმფრინავს. პარლამენტი იღებს კანონს, რომლითაც რუსული სკოლები უნდა დაფუძნდეს. პარლამენტი იღებს კანონს, რომლითაც გააძულებს მოქალაქეობას. ნეიტრალიტეტის თემა. ეს ყველაფერი ხო ყალბი თემები იყო, ან ტიპიური ყალბი ინფორმაცია, რომელიც შემოაგდო გარკვეულმა პოლიტიკურმა ძალამ, ნაციონალურ მოძრაობა ამ ყველაფრის უკან დგას და რა არის ამის მიზანი? ხვდებით ხო უსაგნო არის პრინციპში ამისი უარყოფა ადვილად ხდება შემდეგ, მაგრამ ამასობაში 1-2 დღე საზოგადოება დაკავებული არის თემებით. მეც პირადად წერდა ხოლმე ამ ახლოვე რომ მართლა აპირებთ რაღაც ცვლილების შეტანას მოქალაქის შესახებ, მართლა ხდება ეს, მართლა გადაგვიფრინა სამხედრო თვითმფრინავმა თავზე და ასე შემდეგ. ანუ დაბნეულობა მოქალაქეებში, ეჭვის გაჩენა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ, რომ რამე ისე ხო არ ხდება სინამდვილეში ცოტა ცუდად და სწორედ აი ეს ეჭვების გაჩენით და დაბნეულობის გაჩენით არის ხოლმე, როდესაც ხანდახან მოახდენენ ხოლმე ტალღის აწევას, უკმაყოფილების გამოწვევას და მათ შორის საპროტესტო შეიძლება რაღაც ღონისძიებაზე ხალხის მობილიზებას, მაგრამ რას ხედავთ თავარი რაც არის და აი აქ ერთობა სწორედ ჩვენი ანალიზი. ხო ხედავთ, როგორც კი ეს ტალღა აიწევეს, ტალღა ძლებს 1-2 დღე, მაგრამ ადამიანები შემდეგ ხვდებიან რა არის სიმართლე, ხვდებიან ვარანაირმა სამხედრო თვითმფრინავმა არ გადაგვიფრინეს სინამდვილეში 2008 წელს ჩაკეტილია ქართული ცა რუსული სამხედრო თვითმფრინავისთვის, არანაირი კანონი სკოლებთან დაკავშირებით არ მიგვიღია, არანაირი კანონი მოქალაქეობასთან დაკავშირებით არ მინდა, ნოტარიუს რაღაც და ნეიტრალიტეტის თემა საერთოდ არ არის განხილვის საკითხი, ხო? ამას ხომ ხედავს, უბრალოდ ეს 2-3 დღე ამ საინფორმაციო ველში ადამიანები აღელვებულებენ და სწორედ ეს არის პირდაპირი მიზანი დეზინფორმაციის კამპანიისა, რომელიც ჰიბრიდული ომის დამახასიათებელ ნიშანი. ეხლა უბრუნდები იმას, რა არის პოლიტიკა და ვნახოთ ვემთხვევით თუ არა მოსახლეობას. პირველი, ჩვენ განვაცხადეთ და ამას ვხედავთ ყველა. ჩვენ უცხადეთ მტკიცე პოლიტიკურ მხარდაჭერას უკრაინას საერთაშორისო პლატფორმებზე. ჩვენ ვიყავით თანაავტორი გაეროს რეზოლუციის, ჩვენ ვიყავით თანაავტორი იმ საჩივრის, რომელიც შევიტანეთ საერთაშორისო სისხლისავანეთა სასამართლოში და პროკურორი უკვე ჩავიდა უკრაინაში და უკვე ქონდა პირველი შეხვედრები. ჩვენ დაუჭერთ ხარი ევროსაბჭო და რუსეთის გარიცხვას და ბევრ განცხადებას, რომელსაც ჩვენ შევარდნით. საერთაშორისო კუთხით მხარდაჭერა. მეორე, ჰუმანიტარული მხარდაჭერა. პარლამენტმა მათ შორის ჩვენი დეპუტატების და აპარატის წევრების პირადი თანხების შეგროვებითაც ჰუმანიტარული ტვირთი შევაგროვეთ და გავაგზავნეთ უკრაინაში და ეხლა მეორე პარტია ჰუმანიტარულ ტვირთს ვაგზავნით. გარდა ამისა, უკრაინელები ჩვენთან დღეს უკრაინის მოვალეობის შემსრულებელს თქვა, რომ 20,000-მდე უკრაინის მოქალაქე არის საქართველოში, რომელიც ხედავთ, რომ თავს გრძნობენ მშვიდად და კომფორტულად საქართველოში, მათ შორის საქართველოს მთავრობა განათავსა მათი ნაწილი სასტუმროებში, ასე რომ ამ კუთხითაც ვიჩენთ ყურადღებას, მე პირადადაც რამდენჯერმე მოვინახულე ისე. მესამე, ჩვენ თქვით და ეხლა რაც შეეხება სხვა დამოკიდებულებას, ჩვენ თქვით, რომ ჩვენ ვერ ჩავერთვებით და არ ჩავერთვებით სამხედრო კონფლიქტში. ამ კუთხით ჩვენი პოზიცია ემთხვევა სრულად ემთხვევა ევროკავშირის წევრი ქვეყნების და ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციას. პოლიტიკური მხარდაჭერა, ჰუმანიტარული, სამხედრო არც არავინ ითხოვდაზე არ არის. მოკლედ ითხოვს და არ ითხოვზე არის. საქმე იმაში არის ჩვენმა რომელმა ნაბიჯმა შეიძლება მიგვიყვანოს სამხედრო კონფლიქტში ჩართვა. მაგალითად, თქვენ გახსოვთ ჩარტერის საკითხი, ხომ? მოხალისეების ორგანიზებულად გაგზავნისა საქართველოს მხრიდან, რომელიც საქართველოს მთავრობამ უარი განაცხადა. ჩვენ ვნახეთ ამის შემდეგ, ეს პირველი შემთხვევა ჩვენთან, ამის შემდეგ ვნახეთ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის განცხადება, ინგლისის პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომლებიც პირდაპირ ხაზგასმით საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდნენ, რომ მოხალისეებად არ წავიდნენ უკრაინაში და სრული დისტანცირება გააკეთეს, ასე ვთქვათ, მოხალისეების მოძრაობასთან. რაც საქართველოს გააკეთა, იმით რომ ორგანიზებაში ჩარტერისა არ ჩერდა. მაშინ საქართველოს მთავრობა რომ ნაციონალური მოძრაობა გახსოვთ, ის იყო ინიციატორი ამის და აეროპორტში შეიკრიბნენ კიდევაც მოხალისეები და მაშინაც გახსოვთ, ეს გახდათ ერთ-ერთი მიზეზი მთავრობის კრიტიკისა გარკვეული წრეების მხრიდან, ოპოზიციიდან და მათ შორის თუ არ ვცდები საპროტესტო აქციების დროსაც ეს თემაც იყო. საქართველოს მთავრობა მაშინ რომ მიიღო ორგანიზებაში მონაწილეობა მოხალისეების გაგზავნაში, რაც დაადასტურა შემდეგმა განცხადებამ ამერიკის და ინგლისის. რა მოხდება? საქართველოს მთავრობა ძალიან ადვილად აღმოჩნდებოდა კონფლიქტის მხარე, ვინაიდან ამ შემთხვევაში შეეძლო რუსეთს თავისუფლად ეთქვა, თუ კი სახელმწიფო აორგანიზებს
აორგანიზებს მებრძოლებს და აგზავნის მოხალისეებს ბრძოლის ველზე, ის სახელმწიფო ჩართული არის ომში. ამიტომ არის რომ სახელმწიფო ცდილობს იყოს ფრთხილი, ამავე დროს მტკიცე. სამხედრო ჩარევასთან დაკავშირებით აქედან გამომდინარე ჩვენ თქვით რომ არ მიიღებს არჩევა, მათ შორის ახლა სამხედრო ტექნიკის ხუთი ჩვენ ახლა დიდი დახმარების გაწევა ალბათ არ შეგვიძლია, მაგრამ ესეც არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც სამხედრო დახმარება ჩვენი მხრიდან ვერ იქნება გაწეული, ვინაიდან ესეც ჩართვა შეიძლება იყოს ჩახმული როგორც ჩართვა სამხედრო კონფლიქტში. და ბოლოს სანქციების საკითხი, ხო? სანქციებზე ვისაუბრეთ ბატონ შალვა, იქამდე ანუ რითი თქმა მინდა, ამაში არის რაიმე საკითხი, ხო და რატო ამობ ამ ყველაფერს. პირველი, მეორე, მესამე, ხო, პოლიტიკური მხარდაჭერა, ჰუმანიტარული მხარდაჭერა სამხედრო კონფლიქტში არ ჩართვა. ამაში თქვენი აზრით, ამიტომ თქვი, ყველაზე კარგი ინდიკატორი არის ალბათ ჩვენი საკუთარი განსჯა, ხო? თქვენი აზრით, რამეში არ ვემთხვევით საქართველოს მოსახლეობას, რამე სხვას ფიქრობს საქართველოს მოსახლეობა? მე ვფიქრობ და სწორედ ესაჩვენა, სწორედ იმ კვლევამ და ამიტომაც არის ის კვლევა სანდო, დარწმუნებული ვარ, ჩვენი მოსახლეობას უნდა პოლიტიკური მხარდაჭერა, ჰუმანიტარული და არ ჩართვა ომში. რომ რაღაცა დეზინფორმაციულმა კამპანიამ გამოიყვანა იმ რამდენიმე აი მე დაგისახეთ მაგალითები ბოლო ერთი კვირის თემებისა, ხო? თქვენს ხომ გახსოვთ ეს შორის, აი თქვენც თქვით რომ ორგანიზებული იყო ეს აქცია და პრემიერ-მინისტრმაც გააკეთა გუშინ თუ გუშინ წინ ამის თაობაზე განცხადება, ანტისახელმწიფოებრივი უწოდა მან ამ აქციას და სწორედ ნაციონალური მოძრაობა დაასახელა მის ორგანიზატორად. თუმცა აი რა გაძლევთ საფუძველს? იფიქრობთ რომ ეს აქცია იყო პოლიტიზირებული და პოლიტიკური ძალების მხრიდან ორგანიზებული, იმიტომ რომ აი თვითონ მიხეილ სააკაშვილიც ხო, რომელიც ნაციონალური მოძრაობის ლიდერია, უკმაყოფილო დარჩა იმით და საკუთარ გუნდს ღიადაც უსაყვედურა ამის გამო, რომ არ ისმოდა მისი სახელი და გვარი და მის გათავისუფლებასთან დაკავშირებული საკითხი აი ამ აქციებზე, რომელიც ნახეთ რამდენიმე ეს აქცია არ გვინახავს ოპოზიციის გამოსვლა თუ არ ჩავთვლით ერთ კონკრეტულ დღეს, როცა რაღაცა კონკრეტული გადაწყვეტილებები გამოაცხადა ოპოზიციის ცალკეულმა ნაწილმა და რამდენიმე საათში უკან წაიღო. აი რა რის საფუძველზე ასულით რომ ეს იყო ორგანიზებული? ორგანიზებული საუბარი არის პოლიტიზირება რომ მოხდა ამ აქციის, სწორედ ამიტომაც ეს აქცია შეთხელდა და დაიშალა საბოლოო ჯამს და ყველას გვახსოვს, ხო, თქვენც აღიდგინეთ სურათი, როდესაც უკრაინის პრეზიდენტი მიმართავდა იქ აქციაზე მყოფ ხალხს, იქვე მონიტორის გვერდზე თავისუფლება მიშას ლოზუნგი როგორ იყო გაჭიმული, ხო? სწორედ ეს რომ მოახდინეს პოლიტიკოსებმა მოსახლეობის, იქნება ეს არასრული ინფორმაციით, თუ სხვა მიზეზიდან გამოწვეული, გაუკვევლობიდან პროტესტის გამოვლენის სურვილის გამოვლენა საბოლოო ჯამში გადააქციეს პოლიტიკურ მიტინგად და ამიტომაც შემოელიათ ხალხი და დაიშალა ხალხი. რაც შეეხება მოსახლეობას, კიდევ ერთხელ შეიძლება რაღაც საკითხები, აი თვითონ არის მაგალითი, ამიტომ მოვიყვანე იმ ჩარტერის მაგალითი. ერთის მხრივ თითქოს ადამიანურად შეიძლება ჩვენ მოსახლეობას ქონოდა თანადგომის სურვილი, მათ შორის რომ მოხალისეები წასულიყვნენ, მაგრამ სახელმწიფოს აქვს თავისი პასუხისმგებლობები და შეიძლება ეს თავდაპირველად არ იყო იმდენად გასაგები ჩვენი მოსახლეობის, რატომ თქვა უარი საქართველოს მთავრობამ მებრძოლების ორგანიზებულ გაშვებაზე, მოხალისეების ორგანიზებულ გაშვებაზე. შეიძლება ეს ადამიანური ემოციის კუთხით გაუგებარი იყო და პროტესტის ზრდა ჰქონდა, მაგრამ ჩვენ ხედავთ და სწორედ ამას აჩვენებს კვლევები და თქვენს ალბათ მეთანხმებით, რომ სწორ იქნა მაშინ მთავრობამ და საბოლოო ჯამში ჩვენი მოსახლეობაც დაგვეთანხმა ამ საკითხში, რომ არ უნდა გაგვეშვა. მათ შორის ოპოზიციას გვეთანხმება ეხლა. საქართველოს მთავრობამ მონაწილეობა არ მეუღია ამაზე უარი თქვა და როგორც თქვენ ამბობთ, ამით ქვეყანა გადაარჩინა. აქვე ვიტყვი, სხვათა შორის ეხლა ოპოზიციას გვეთანხმება, მათ შორის ნაციონალური მოძრაობის ზოგიერთ წარმომადგენელს მქონია საუბარი, ისინიც ადასტურებენ, რა თქმა უნდა, არ უნდა დაეორგანიზებინა სახელმწიფოს მოხალისეების. კარგი, როგორც თქვენ ამბობთ, ამით, ამ გადაწყვეტილებით ქვეყანას აარიდეთ ის, რომ არ ჩაერთო სამხედრო კონფლიქტში, თუმცა, აი რა უდგას წინ, მაგალითად, ისე უკრაინის მხარდაჭერის საკითხი, რომ განვაგრძოთ, რა უდგას წინ, რომ საქართველოს პარლამენტმაც დაუთმოს ტრიბუნა, მაგალითად, უკრაინის პრეზიდენტს და იგივენაირად, აი 10-15 წუთის განმავლობაში ჩვენმა დეპუტატებმაც და ჯამში ქართულმა საზოგადოებამაც უსმინოს ვოლოდიმირ ზელენსკის, როგორც ეს გააკეთა არაერთმა ქვეყანამ. ახლა ქართულ ოცნებაში გუშინაც გააკეთა განცხადება, რომ თქვენ არ განიხილავთ ოპოზიციის არც ერთ ინიციატივას, თუმცა მოდით დავანებოთ თავი, რომ ეს არის ოპოზიციის ინიციატივა. რატომ არ იღებს თვითონ ქართული ოცნება ამ ინიციატივას საკუთარ თავზე, თქვენ პარლამენტის თავმჯდომარე ხართ მე-11-ს, ხო? რა პრობლემას ვხედავთ, რომ გავხდეთ ერთ-ერთი ქვეყანა, ვინც მას ტრიბუნას დაუდგებს? აი ესეც არაკეთილსინდისიერი დისკუსიის ნაწილი არის, როდესაც ასეთ მძიმე მდგომარეობაში, ხომ? კიდევ ერთხელ უკრაინაში
არა თუ ომი არის ყოველდღიური ტრაგედია, ადამიანური ტრაგედიები და მათ შორის უკრაინის ხელისუფლება ყოველდღიურად ამ ომის ხელმძღვანელი არის უკრაინის მხრიდან და თქვენ ახლა დაფიქრდით, არ ვიცი, საქართველოს არაერთი ომია გადატანილი და ყველა შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ყოველდღიურად რამდენი გადაწყვეტილების და რამდენი მძიმე გადაწყვეტილების მიღება უწევს უკრაინის ხელისუფლებას. ამის გადმოტანა ახლა აქეთ რო უყურეთ, მათ შორის ოპოზიცია, რომელიც თავისუფლებას აძლევს უკრაინის ხელისუფლების სახელით, ან მათი წარმომადგენლობით გველაპარაკოს აქ გვახსოვს ხო ეს ინიციატივა მოდიოდა ნაციონალურ მოძრაობის მხრიდან, თითქოს არა მათი სახელით საუბრობდნენ, რომ მათ სურს ჩართვა ან ასე შემდეგ, ხომ? ანუ ზოგადად ამ თემების ესე შემოტანა, ესეც ხომ არაკეთილ სინდისიერი დამოკიდებულება კიდევ ერთხელ. რაც შეეხება ამ მიმართვებს. ახლა აქაც ამის ახსნა ხო არ არის ხომ საჭირო. ჩვენ ხედავთ რა მიზანი აქვს ხოლმე უკრაინის ხელისუფლების მიმართვა სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტი იქნება თუ ასე შემდეგ. ეს გახავთ ის ქვეყნები, საიდანაც უკრაინა მოელის გადამწყვეტ დახმარებას და იცით რომ ორი რამე არის, რასაც ითხოვს უკრაინა, ერთი ეს არის ცის ჩაკეტვა უკრაინის თავზე და მეორე ეს გახლავთ საფრენი აპარატების მიცემა იმისთვის, რომ შემდეგ საჰაერო ომში შეძლოს ჩართვა. და სწორედ იმ ქვეყნებს მიმართავს, რომელსაც ამისი ტექნიკური, ფინანსური თუ სხვა საშუალებები აქვს, რომ მიმართავს იმისთვის, რომ დაარწმუნოს ისინი, რომ მეტი დახმარება გამიგდეს. ეს პროცესი ის კი არ არის, რომ ქვეყნები ითხოვენ უკრაინის პრეზიდენტის ჩართვას მისთვის, რომ მისგან რაღაც, ასე ვთქვათ, მოისმინონ ან არ ვიცი მე რაღაც როგორც ჩვენთან სხვათა შორის ერთმა დეპუტატმა განაცხადა იმისთვის, რომ პატრიოტიზმი უყურეთ ჩვენთან მიზანი არა აქვს ამ ჩართვებს ფიქრობთ ან მხოლოდ არა, ეს პირიქით არის მიმართვა უკრაინის პრეზიდენტისა სხვა ქვეყნების მიმართ და ჩართვა იმის, რომ დაარწმუნოს ის ქვეყნები, რომ უფრო მეტი დახმარება გაწიონ იმისთვის, რომ სწორედ ეს პრიორიტეტული ამოცანები ცის ჩაკეტვა ან ანტისაჰაერო აღჭურვილობის სრულად მიცემა და საჰაერო თავდაცვის აპარატების თუ თვითმფრინავების მიცემა. სწორედ ამ ქვეყნებს იმისთვის, რომ დაარწმუნოს, ეს მისი ინიციატივა არის, რომ დაარწმუნოს და ჩვენ სხვადასხვა ერთ-ერთმა დეპუტატმა განაცხადა კიდევაც ოპოზიციიდან, რომ ჩვენ ეს ჩართვა გჭირდება იმისთვის, რომ ჩვენმა მოსახლეობამ პატრიოტიზმი ისწავლოს. არ ვიცი ეს ან რანაირი დამოკიდებულება საქართველოს პარლამენტის წევრის მხრიდან ზოგადად ამ პროცესის მიმართ და კიდევ ერთხელ მე არ ვერიდები ყოველთვის, მაგრამ ასეთი ინიციატივების დროს, რომელიც მოდის სამწუხაროდ ჩვენი ოპოზიციის ნაწილის მხრიდან, არის თითქოს წეღანას თქვი ევროკავშირთან დაკავშირებით, ხომ? თითქოს სულ პიარზე, რაღაც თეატრალიზებაზე და ასე შემდეგ საუბარი მაშინ, როდესაც ყოველდღიური ტრაგედიები ხდება უკრაინაში. და ამ დროს ახლა ამაზე ფიქრი, რომ ეს ჩართვა იქნება და იქ არ ვიცი მე რაღაც ცერემონიულ საკითხებზე ფიქრი, მე მიჭირს ასე ამისი გააზრებაც კი რატომ უჩნდებათ ესეთი იდეები და აზრები. კიდევ ერთხელ უკრაინას მხარდაჭერა რაც სჭირდება ჩვენი მხრიდან, რაც და საქართველოს რაც შეუძლია გააკეთოს უკრაინის სამას ჩვენ ვაკეთებთ, ჩვენ შეიძლება ბევრი სხვა საშუალება არ გვაქვს, ისეთი როგორც თქვა ამერიკასთან ევროკავშირის ქვეყნებს აქვს ფინანსური იქნება თუ სხვა მხრივ. მაგრამ ჩვენ თანაბრად ამერიკისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა გვაქვს თანაბარი ერთი ხმა საერთაშორისო პლატფორმებზე და იმ ერთ ხმას ჩვენ თანაბრად ვიყენებთ როგორც სხვა ქვეყნები. ანუ იქ ჩვენ თანაბარი ძალა გვაქვს და ამ ძალას ჩვენ ვიყენებთ. რაც შეეხება სხვა ქმედით გადაგვიხადოს ზელენსკიმ ამისთვის მოვისმინა მე. ჩვენ მადლობა მოვისმინეთ მათ შორის ელჩის მოვალეობის შემსრულების მადლობაც მოვისმინეთ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ საკითხზე საქართველოს პარლამენტში ზელენსკის მოსმენაზე გადაწყვეტილება უკვე არსებობს და ეს გადაწყვეტილება არის ცალსახა, რომ ჩვენ არ დავუწყოთ ეს საკითხი არც დგას, არც არავის მოუმართავს და არც არანაირი გადაწყვეტილება არ არსებობს. ანუ საერთოდ საკითხი არ არსებობს, როგორც ასეთი, ხო? აი, გახსოვთ ხო ეს ინიციატივა რამდენი დღის წინ იყო გაჟღერებული, გახმოვანებული ერთ-ერთი ოპოზიციის წარმომადგენლის მხრიდან და იმის შემდეგ რამე დახმარება სამხედრო რაღაცა შეერაღების თვალსაზრისით და ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც არ არის საჭირო მისი საქართველოს პარლამენტში მოსმენა. მე მინდოდა მეკითხა სხვა საფრთხეებს ხომ არ ხედავდით? აი, ინიციატივა ხო რამდენად არის საქართველოს რაღაცა რა ვიცი ხელისუფლების ღიად დეკლარირებული სიფრთხილის პოლიტიკის ნაწილი ან თუნდაც ერთგვარი გაბრაზების ზელენსკის და მისი ხელისუფლების მიმართ, რომ გარკვეული კონტაქტები აქვს ნაციონალური მოძრაობის. სხვა საკითხი რა თქმა უნდა გაწეული ელჩი არის, ჩვენ ამაზე თქვით, მაგრამ შეფასებებში არ შევედით, მაგრამ თქვით, რომ ეს არის უსამართლო გადაწყვეტა, მაგრამ ჩვენ ამ საკითხების განხილვაში ხარ არ შევდივართ, ჩვენ სულად გვესმის უკრაინის ხელისუფლების დღევანდელი მდგომარეობა, ისინი უფრო მკაცრები არიან
და გაცილებით კაცრები არიან ამერიკის და ევროკავშირის მიმართ, თქვენ გახსოვთ მათ შორის პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებები, რომ ყოველდღიურად დაღუპული ბავშვები ეს გახლავთ დასავლეთ ქვეყნების სინდის ყოფი დაღუპული ბავშვები იმის გამო, რომ ცა არ იკეტება. ხომ ეს განცხადებები გვესმის და ჩვენ სულად გვესმის რა მდგომარეობაში არის ახლა უკრაინის ხელისუფლება და არ განვიხილავთ არც ამ საკითხს, არც გიალორ ქიფანიძის დაზვერვის უფროსის მოადგილე დანიშნულების საკითხს, ადამიანი რომელმაც აქ შემოაპარა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი და კინაღამ ეს ქვეყანა ამოაყირავა და ეხლა იქ დაზვერვის უფროსის მოადგილედ ამ საკითხებს ჩვენ არ განვიხილავთ. თუმცა მერე შეიძლება მოსთხოვოთ პასუხი. არა, ჩვენ რაც ეხლა ამის განხილვის საკითხი არ არის და ჩვენ თავარი რასაც უსულებთ უკრაინას, ეს არის ამ ომის სწრაფი დამთავრება და ქვეყანაში მშვიდობას და მათი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. ამას უსულებთ თავარი არის და ეხლა ამაზე საუბარი უბრალოდ ზედმეტიც არის და არაკეთილსინდისიერიც იქნებოდა ჩვენი მხრიდან. მაგრამ კიდევ ერთხელ გახსოვთ თქვენ ალბათ ერთი კვირის წინ იყო, როდესაც ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის თავმჯდომარემ თქვა, რომ ის საუბრობდა უკრაინის ხელისუფლების სახელით და იყო ინიციატივა, გავიდა ერთი კვირა, ჩვენ ამ ინიციატივა ხარ გვინახავს უკრაინის ხელისუფლებისგან. ამიტომ ეს საკითხი არც დგას, არც განხილულა, არც რაიმე გადაწყვეტილება, არც საკითხი არ არსებობს. ეს არის უბრალოდ კიდევ ერთხელ დააკვირდით ნაციონალური მოძრაობის ყოველდღიურ დღის წესრიგს. ეს არის ყოველდღე რაღაც თემების მოფიქრება და კიდევ ერთხელ ეს არის ტიპიური ინსტრუმენტი დეзинფორმაციული კამპანიის, ჰიბრიდული ომის, ანუ მიზანია ჰიბრიდული ომის და დეзинფორმაციული კამპანიის ეს არის უნდობლობის დათესვა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ და გაურკვევლობის შემოტანა დაბნეულობის მოსახლეობაში. ამიტომაც შემოაგდებენ ხან ერთ თემას, ხან მეორეს. ზოგადად ხო აი პიარზე ალბათ იმიტომაც საუბრობენ ხოლმე რომ ეს პიარი კამპანიები თქვენს წინააღმდეგ. ნუ სამწუხაროდ იმ გარემოში რომელიც ჩვენ გვაქვს და ეს გარემო არის ძალიან სამწუხარო და ჩვენ მე გარკვეული დეჟავიც მაქვს საპარლამენტო არჩევნების შემდგომი მდგომარეობის. თუ გავიხსენებთ 2020 წელი, 2 წლის არჩევნების შემდეგ ეს მთელი ტალღა დეзинფორმაციული კამპანიის ეგრეთ წოდებული გაყალბებული არჩევნების შესახებ, რომელიც ესე ვთქვათ დარაზმულად ოპოზიცია ამ ნარატივს ასე ვთქვათ ავითარებდა, ის ორგანიზაციები, რომლებიც წესით ნეიტრალურები უნდა იყვნენ, გულისხმობ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ან ჩუმად იყვნენ, ან მხარეს იჭერდნენ და არა ჩვენ სასარგებლო მხარეს ამ შემთხვევაში ქართულ ოცნებას გულისხმობ და ის ორგანიზაციები, რომლებიც დეзинფორმაციის გამოვლენაზე არიან სპეციალიზირებული, სხვადასხვა პროექტები, რომელიც იცით რა დეзинფორმაცია წინააღმდეგ კამპანიებს აწესებდა და ასე ავლენენ დეзинფორმაციას საერთოდ ჩუმად იყვნენ. აი ზუსტად ისეთივე მდგომარეობა გვაქვს სამწუხაროდ დეჟავი მაქვს ამასთან დაკავშირებით ახლაც. ხედავთ ნაციონალურ მოძრაობას და მასთან აფილირებულ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც პირდაპირ ყოველგან აბსოლუტური სიყალბე, ხომ ახლა დაგისახეთ წეგან სკოლებთან დაკავშირებით, რუსულ სკოლებთან დაკავშირებით, მოქალაქეებთან აბსოლუტურ ტყუილს იგონებენ. ამას შემოაგდებენ ესე თემად, ან თუნდაც ნეიტრალს შემოაგდებენ თემად. მერე მიდის მთელი დღე, 2-3 დღე ანერვიულებენ, აჟიტირებენ საზოგადოებას, შფოთი შემოაქვს საზოგადოებაში, გაურკვევლობა, რომ მართლა რამე ხო არ ხდება, ნეტა რამე ხომ არ არის. ის ორგანიზაციები, რომლებიც წესით ნეიტრალურები უნდა იყვნენ, ამას აკვირდებოდნენ და ავლენდნენ ასე დეзинფორმაციას არიან ჩუმად. არასამთავრობო ორგანიზაციებს გულისხმობთ, რომელიც არიან ჩუმად, რომელიც მათ შორის არიან მონაწილეები ამ ყველაფრის და თავადაც ჩვენ ვნახეთ საერთაშორისო გამჭვირვალობა. საერთაშორისო გამჭვირვალობა განცხადება და ხელისუფლებას მიმართა, რომ დასავლეთის მხარდამჭერი კაფიო ოპოზიცია კიდევ უფრო ღიად უნდა დავაფიქსიროთ და ის რასაც აკეთებს ახლა მთავრობა არ არის საკმარისი. გეტყვით მაგაზე საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ხელმძღვანელმა გუში ერთ-ერთ ეთერში განაცხადა თუ გუში წინ ერთ-ერთ ეთერში განაცხადა გუში რომ ნეიტრალიტეტის თემა ეს იყო ხელისუფლების მხრიდან შემოგდებული თემა იმისთვის რომ ზონდირება გაეკეთებინა ამ თემას ყავს თუ არა მხარდამჭერები და ნახარო არ ყავს და ამიტომ აღარ აქვს ასეთი მოსაზრება რომ ეს იყო ფონის მოსინჯვა ქართული ოცნების უყურეთ საქმე რა შეიძლება ეს ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს უყურეთ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მათ შორის არის ერთ-ერთი ორგანიზაცია რომელიც ახორციელებს პროექტებს დეзинფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის და ეს განცხადება მისი ხელმძღვანელიც იყო პირდაპირ დეзинფორმაცია პირდაპირ დეзинფორმაციით და პირდაპირ ჯდებოდა იმ ნარატივში რომელსაც ნაციონალური მოძრაობა ამკვიდრებს რაც შეეხება ნეიტრალიტეტს ეს დღეს ვნახეთ კიდევაც კოლაჟები ძაკეთ ამაზე 17 მარტს მიხეილ სააკაშვილმა თავის სასამართლო სხდომაზე პირველმა ახსენა ეს თემა შემოიტანა და 17 მარტს 10 განცხადება იყო ნაციონალურ მოძრაობაზე მასთან დაკავშირებული ექსპერტების მათ შორის საერთაშორისო გამჭვირვალობის ხელმძღვანელის 17 მარტსვე ნეიტრალიტეტი ამ თემის შემოტანით
როცა ქართულ ოცნებას ნული განცხადება ჰქონდა 7 მარტს. ასე შემოიტანეს ეს თემა. ხო აქვს მნიშვნელობა ხა მიხეილ სააკაშვილმა ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით აბსოლუტურად საწინააღმდეგო კონტექსტში ელაპარაკა. მან თქვა, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება აპირებს წავიდეს ნეიტრალიტეტზე რუსეთთან, რომელიც თავის მხრივ ამ უყურეთ პროპაგანდაში, რაც არის სწორედ ჰიბრიდული ომის ნაწილი და რისი მოსწეცვა, პროპაგანდაში და დეზინფორმაციაში შინაარს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. რა შინაარსი ქონდა იმას, რომ მოქალაქეობის კანონი იცვლება. 5 წუთში უარყავით ეს, მაგრამ ის 5 წუთი, ან 5 საათი, ან 1 დღე შინაარსის მიუხედავად შემოაქვთ თემები იმისთვის, რომ გამოიწვიონ დაბნეულობა საზოგადოებაში, იმისთვის, რომ გაამყარონ ან შეასუსტონ ნდობა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ და კიდევ ერთხელ სამწუხაროა, რომ მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ან ჩუმად არის და განსაკუთრებით ის ნაწილი, რომელსაც სპეციალური პროექტები აქვს დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის, ან ჩუმად არიან, ან არიან ამისი წამახალები. რაც შეეხება განცხადებას, რომელიც ორგანიზაციების ჯგუფის მიერ იყო გამოქვეყნებული, ესეც ერთ-ერთი ნაწილი ამ ყველაფრის და მე ამ განცხადებაზე ერთ კომენტარს გავაკეთებ მარტო. ამ განცხადებას ხელს აწერს რამდენიმე ორგანიზაცია, მათ შორის გახლავთ ცენტრი ემპათია. ცენტრი ემპათია, მე როგორც მოქალაქე სადამ პოლიტიკაში მოვიდოდი, მაშინ მახსოვს შაქარაშვილის საქმე, ბაჩალეიშვილის საქმე და ამ ცენტრის როლი, როდესაც აბსოლუტური ყალბი სამედიცინო ექსპერტულ დასკვნებს ბჭყალებში დებდა იმასთან დაკავშირებით და ცალკე ოჯახს ანერვიულებდნენ, იმიტომ რომ აბსოლუტური სიყალბე შემოქონათ ამ თემაზე, ცალკე საზოგადოებას. და ეს ცენტრი ემპათია, რომელმაც ტერმინიც კი გამოიგონა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, თორსე ფარმაკოლოგიური წამება, რაღაც ასეთი აბსოლუტური დეზინფორმაციის გამავრცელება. ამიტომ განცხადება, რომლის ხელმომწერებში არის ცენტრი ემპათია, ის უკვე თავიდანვე მის შინაარს აყენებს კითხვის ნიშნის. კარგი, თქვენ ნეიტრალიტეტი ახსენებთ და აი ეს საკითხიც რომ ამოვწუროთ, აი დავუშვათ რუსეთი შემოგვიბრუნდა, ტანკებით შემოსვლით დაგვემუქრა და გითხრა რომ აი აღიარეთ რაღაცა ნეიტრალური სტატუსი, სამხედრო ნეიტრალური სტატუსის მიღების გადაწყვეტილება მიიღეთ, თორემ ამას ვიზავთ და იმას ვიზავთ. აი რა იქნება ჩვენი პოზიცია? შეგიძლიათ ცალსახად უთხრათ ქართულ საზოგადოებას, ჩვენს მაყურებლებს და ამას მივიღებთ ბუნებრივია როგორც საქართველოს ხელისუფლების პოზიციას. ასეთ შემთხვევაში აი შეგიძლიათ თქვათ, რომ ევროპულ არჩევანთან დაკავშირებით ჩვენი ხელისუფლების პოზიცია იქნება მყარი და ის გზა, რაც ჩვენ გვაქვს არჩეული და რომელიც მიდის ევროპისკენ, არ გადაიხედება. აი უყურეთ ამას ვსაუბრობ სწორედ მე რომ პროპაგანდის და დეზინფორმაციის ერთ-ერთი ინსტრუმენტი არის ყალბი დილემების დასმა. ანუ დილემა რომელიც არ არსებობს, საკითხი რომელიც არ არსებობს, როგორც ასეთი არ არის აქტუალური, არ არის თემა და ყალბი დილემების დასმა და კიდე არა პასუხების წინაშე, კითხვის წინაშე დაყენება ადამიანის. ანუ ეს ისეთი, ასე ვთქვათ, ყალბი დილემა არის, რომელიც თავში უკვე გულისხმობს. გამორიცხავთ, რომ ასეთ სცენარამდე მივიდეთ, ახლა რუსეთისგან საფრთხებს. მოდ მაშინ მე ასე ახსოვს. მთელი ჩვენი უყურეთ სახელმწიფოები აღიარეთ. ერთი თვე არის, რაც არის ომი, თვეზე მეტია, რაც ესკალაცია დაიწყო ზოგადად კონფლიქტის და ჩვენ ხედავთ ხელისუფლების მოქმედებებს და შედეგებს ამ მოქმედებისა. ჩვენ ხედავთ როგორ ცდილობს ოპოზიციის ეს ნაწილი, ნაციონალურ მოძრაობას გულისხმობდა მის გარშემო არსებული ორგანიზაციები, როგორც ცდილობს, რომ ყველანაირად მოახდინოს ესკალაცია ქვეყანაში, შიგნით პოლიტიკური სიტუაციის და ხედავთ, როგორ მშვიდად მოქმედებს ქვეყანა და ყველა ეს ეტაპი და მე გითხარით, რამდენიმე მდგომარეობა იყო, როდესაც შეიძლება ქვეყანა ძალიან ადვილად აღმოჩენილიყო კონფლიქტში. ამიტომ ხელისუფლება ყოველდღიური ნაბიჯები და სწორედ მოქალაქეების ხარდაჭერის ეს დონე რომ 70% ხარს უჭერს ამ პოლიტიკას, ამას აჩვენებს, რომ არის შეიძლება დაბნეულობები, 1 დღე, 2 დღე, სწორედ ამ ასე ვთქვათ, დეზინფორმაციული კამპანიის საფუძველზე არის გარკვეული დაბნეულობები, რომელიც მედიაში აიწევა, ხალხს ააღელვებს და სამწუხაროდ ჩვენი სოციმედია და მედიაც ამ კუთხით საუკეთესო როლს არ თამაშობს ამ პერიოდში, მაგრამ საერთო ჯამში სიმართლე თავის გზას ყოველთვის პოულობს და ხალხი ყოველთვის ხედავს რა არის სწორი გადაწყვეტილება. ბატონ შალვა, ძალიან მაინტერესებს კიდევ ერთ საკითხზე თქვენი პასუხი მედიასთან ამაზე განმარტება. ყოველ შემთხვევაში მე არ მომისმენი, ამიტომაც მოდით გითხავთ, საქმე ხდება თავად უკრაინის რადას სპიკერის მიერ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ განცხადებას, რომელიც უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას ეხება და რომელსაც ხელს აწერს 13 ქვეყანა, მათ შორის საქართველო. ხა აი ამ ხელმომწერებს თუ შევხედავთ, მათი უმეტესობა არის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები. ჩვენს შემთხვევაში კი ხელმომწერი არის გრიგოლ ვაშაძე, რომელიც არის ოპოზიციონერი დეპუტატი. აი შეგიძლიათ
გითხრათ, რატომ და როგორ მოხდა ამ განცხადებაზე გრიგოლ ვაშაძის ხელმოწერა, რომელიც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ არის ხელისუფლების წარმომადგენელი, ის არის ოპოზიციონერი დეპუტატი და რატომ არ აქვს ამ მხარდამჭერ დოკუმენტს, აი თქვენი თუნდაც ხელმოწერა, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარედ ბრძანდებით და იგივე მინიმუმ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, როგორც ეს მოხდა სხვა ქვეყნებთან მიმართებაში. პასუხი ძალიან მარტივი არის, ეს გახლავთ სხვადასხვა პარლამენტების ცალკეული დეპუტატების კერძო ინიციატივა. თქვენ ნახეთ, ეგ სახელმწიფოების ხრივ არ არის რაიმე ხელმოწერა, ეს გახლავთ ცალკეული დეპუტატების ინიციატივა, ის ვისაც ერთმანეთთან არის კონტაქტი და კავშირი აქვს, მე არც კი მიმიღია ეს დოკუმენტი და უმრავლესობას როგორც ხვდები არც მიუღია. ეს გახლავთ ცალკეული დეპუტატების ინიციატივა და აქედან გამომდინარე ამ დეპუტატების წიაღში ალბათ დაბადებული იდეა, რომელსაც საბოლოო ჯამში ხელი მათ შორის ოპოზიციიდან მხოლოდ არათუ ერთი ადამიანი აწევს მხოლოდ გრიგოლ ვაშაძე ხელს. კარგი ქართულ ოცნებამ შეუძლია ოპოზიციის მხრიდანაც ხომ ერთი ადამიანი აწევს ხელს და სხვებმა არც კი იცოდნენ ამის შესახებ, ხო? კიდევ ერთხელ რაც შეეხება ქართული სახელმწიფოს პოზიციებს, ეს პოზიციები გამოხატული არის არა მხოლოდ ასეთ განცხადებებში. ანუ მეტი რა პოზიცია უნდა გაეროში რეზოლუციაზე. საქართველოს ხელისუფლებამ მისცა ხმა, საქართველოს ხელისუფლებამ დაუჭირა მხარი ევროსაბჭოდან რუსეთის გარიცხვას, ჰააგის სასამართლო გიხსენინა და ასე შემდეგ. ანუ ყველაზე მაღალი, ყველაზე ძლიერი საერთაშორისო სამართლებრივი და პოლიტიკური ინსტრუმენტების გამოყენება მოხდა საქართველოს. ბატონო, ჩვენ ბოლოსკენ გავდივართ, რამდენიმე წუთი დაგვრჩა, ამიტომ ორ მნიშვნელოვან თემაზე მინდა რომ მოვასწრო შეკითხვების დასმა. აუცილებლად დავუთმოთ, რომ მოდით იმ პროცესს, რომელიც პრეზიდენტთან დაკავშირებით მიმდინარეობს, ახლა წამოწყებული საქართველოს მთავრობის და ქართული ოცნების გუნდის მიერ, ახლა ზოგადად კონსტიტუციურ ორგანოებს შორის საკონსტიტუციო დავა ეს ნორმალური პროცესია და მით უფრო ნორმალური პროცესია საპარლამენტო რესპუბლიკებში, თუმცა საქართველოში ამან დაბადა კითხვები და არა მხოლოდ კითხვები, ეჭვებიც გააჩინა. ხო, ხა რამ შექმნა ეს ეჭვები? შექმნა მათ შორის იმან, რომ ქართული ოცნების გუნდმა საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვა გადაწყვიტა მას შემდეგ, რაც ნახეთ პრეზიდენტის კრიტიკული მოხსენება პარლამენტში მეორე დღესვე მოხდა, ხო, ამ გუნდის მხრიდან გადაწყვეტილების გაჟღერება და ასევე მეორე დღეს მოხდა გადაწყვეტილების გამოცხადება იმის თაობაზე, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში შევა ცვლილებები ხარვეზების გამოსწორების მიზეზით. ძალიან მარტივი შეკითხვა მაქვს და აუხსნათ მოდით ჩვენს მაყურებლებს, თუ კი პრეზიდენტი არ ღვევდა კონსტიტუციას და ამას უყურებდით 1 წლის განმავლობაში. რატომ მაინდა-მაინც იმ დღეს, როცა წინა დღეს მოვისმინეთ პრეზიდენტის კრიტიკული მოხსენება პარლამენტში? უპირველეს ყოვლისა, თავად ის განცხადება, რომელიც ქართული ოცნების მხრიდან გაკეთდა, ძალიან დეტალურია და ყველაფერი არის იქ აღწერილი და ამიტომ ყველას ურჩევ, რომ ამ განცხადებას გაიცნოს, ყველა კითხვაზე არის პასუხი გასული. რაც შეეხება ზოგადად საკითხს. და კერძოდ იმ საკითხს, რომელზეც მთავრობას გადაწყვეტილი აქვს კომპეტენციის შესახებ დავის წამოწყება. გახლავთ, როგორც ვიცით, ელჩების დანიშვნის საკითხი. თქვენ აღნიშნეთ, რომ ზოგადად კომპეტენციების შესახებ დავა ეს ნორმალურია, თუმცა საქართველოსთვის თქვათ ნორმალური არ არის, იმიტომ რომ აქამდე არასდროს არ წარმოებულა და აქედან გამომდინარე გასაგებია კიდევაც შეიძლება რაღაც ემოციური დამოკიდებულება ამ საკითხის მხრიდან, ვინაიდან მოყოლებული 95 წლიდან საკონსტიტუციო სასამართლო შეიქმნა, არ ყოფილა არასდროს არ წარმოებულა კომპეტენციების შესახებ დავა. თუმცა გასაკვირია, როდესაც ასეთი პოლიტიკური კუთხით უყურებენ ამას მხოლოდ ის ორგანიზაციები თუ ექსპერტები, რომელთაც ეს არის საექსპერტო სფერო და მათთვის რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი და საინტერესოც კი უნდა იყოს ასეთი დავის წარმოება. არ იწვევს უშუალოდ საკონსტიტუციო დავა, აქ იწვევს კითხვებს დროში დამთხვევა, გარემოება იმის თაობაზე, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვა გადაწყვეტეთ მეორე დღეს. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის კრიტიკული მოგით ორი რამე უნდა ერთმანეთთან გავუმიჯოთ. ერთი გახლავთ განცხადება, რომელიც მათ შორის რაღაც ბოლო მოვლენებთან დაკავშირებითაც იყო გაკეთებული, იქიდან გამოდიოდა პრეზიდენტმა თავად გააჟღერა, უბრალოდ გააცხადა ის, რომ ის იმყოფებოდა საგარეო ვიზიტში ისე, რომ მთავრობისგან მას თანხმობა არ ქონდა, უბრალოდ უარი ქონდა ამაზე და ნახეთ თქვენ, რომ მთავრობა ამას არ ახმოვანებდა, მაგრამ რადგან პრეზიდენტმა თავად გაახმოვანა ეს საკითხი,
ჩავთვალეთ საჭირო ამაზე კომენტარის გაკეთება და ჩვენი დამოკიდებულების და შეფასების გაკეთება და ამ კუთხითაც მე მგონი მეტნაკლებად ნახემე რომ იურისტებს შორისაც თანხმობა არის რომ საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით საგარეო წარმომადგენლობა პრეზიდენტს აქვს იმ შემთხვევაში თუ კი შეთანხმებული არის მთავრობასთან და კარგია რომ ეს საკითხი ასე გაირკვა. აი რას უპასუხებთ საზოგადოების იმ ნაწილს ვინც ფიქრობს რომ ქართული ოცნება ცდილობს დასაჯოს პრეზიდენტი მისი კრიტიკით, მისი საკონსტიტუციო დავით და იერიშს ახორციელებს ახლა მის წინააღმდეგ. ამ ნაწილს და სამწუხაროდ გარკვეული ორგანიზაციებს არის ამ ნაწილს მე ვეთქვი ეს არის ძალიან არაევროპული და არა დემოკრატიული თვალთახედვა, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართვას ვინმე გაიხილავს დასჯად. იგივე ორგანიზაციები არასამთავრობო ორგანიზაციები მაგალითად საიას განცხადება ვნახე რომელიც აბსოლუტურად დაცლილი იყო სამართლების შეფასება იყო სრულად პოლიტიკური განცხადება საიას არ ვიცი ჯამში რამდენი მაგრამ ათეულობით სარჩელი ექნება შეტანილი საკონსტიტუციო სასამართლოში რა შვებოდნენ ისინი დევნიდნენ ვინმეს ჯიდნენ ამის გამო საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართვას ვინმე და განსაკუთრებით ის ორგანიზაციები რომლებიც ამ საკითხში არიან ჩართულები და მუშაობენ და არასამთავრობო ორგანიზაციებს გულისხმობ და კონსტიტუციური სამართლით დაკავებულ პროფესიონალებს ვინმე თუ კი ამას განიხილავს დასჯად კიდევ ერთხელ ეს გახლავთ ყველაზე არაევროპული მიდგომა და ყველაზე არა სამართლიანი თუ სამართლებრივი მიდგომა ამ საკითხის მიმართ. სწორედაც საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ არის ყველაზე სწორი. აბა რა არის გამოსავალი? ჩვენ მოვისმენთ თავრობისგან ელჩების დანიშვნასთან დაკავშირებით არის შეუთანხმებლობა მთავრობასა და პრეზიდენტს შორის. მთავრობას შუს კონკრეტული დიპლომატების კონკრეტულ საელჩოში დანიშვნა პრეზიდენტი უარზია, რო ჩანს ხომ? ვერ თანხმდებიან, ანუ არის ჩიხური მდგომარეობა. ანუ გამოსავალს რას გვთავაზობენ ახლა? სხვა რა უნდა იყოს, ან პოლიტიკური შეტევა უნდა იყოს მაშინ პრეზიდენტი ამ პირიქით. აი საკონსტიტუციო ცივილიზებული და ყველაზე დემოკრატიული დაადგინა რომ პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია. შედეგი იქნება ის რომ სალომე ზურაბიშვილს მოსთხოვთ მოაწეროს ხელი იმელში დანიშნას ვის დანიშნასაც არ ეთანხმება? სამართლებრივად ეს არის და ვფიქრობ რომ ეს პრეზიდენტის ინტერესშიც არის მათ შორის რომ ეს საკითხი სწორედ სამართლებრივად უნდა გაირკვეს. თუ კი საკონსტიტუციო სასამართლო დაადგენს რომ პრეზიდენტს არ აქვს შინაარსობრივი განხილვის უფლებამოსილება კონსტიტუციის მიხედვით ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა პრეზიდენტმა ხელი უნდა მოაწეროს ასეთ დანიშვნებს ასე რომ ნახოთ რა მე მთავარი რა არის რატო წდება გული რომ და რა არის ნიშანდობლივი და საიას განცხადება არის განსაკუთრებით ნიშანდობლივი რომელიც კიდევ ერთხელ აბსოლუტურად დაცლილი არის სამართლებრივი მსჯელობისგან არის სრულად პოლიტიკური განცხადება და არ არის ჩემი აზრით სწორი, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაცია პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს. კიდევ ერთხელ, სასამართლოს მიმართვა ეს არის ყველაზე ევროპული და ყველაზე ცივილიზებული გზა. სხვა გზა იქნებოდა მაშინ პოლიტიკური შეტევის მიტანა კონსტიტუციურ ორგანოებს შორის. ეს ხო არ არის ჩვენი სურვილი, ეს არის დემოკრატია, ეს არის ევროპული მიდგომა. სასამართლოს კიდევ ერთხელ ეს ორგანიზაციები თავად ათეულობით და ასეული სარჩელი არის შესული საკონსტიტუციო სასამართლოში და განხილული და გადაწყვეტილება მიღებული, რა გამოდის რომ ამ ეს მთელი პერიოდი ვინც კი მიმართავდა საკონსტიტუციო სასამართლოს, ყველა ვიღაცას დევნიდა და სჯიდა. ეს ხო არის. კარგი, ბოლო შეკითხვა მინდა დაგისვათ, სულ 2 წუთი დაგვრჩა სანქციებთან დაკავშირებით ამ თემაზე ბევრი თქმულა, თუმცა მინდა რომ ერთი შეკითხვით მაინც შევეხოთ და სხვა დროს უკვე უფრო ცლად ვისაუბროთ. ახლა დასავლელი პარტნიორების განცხადებებიდან ირკვევა, რომ საქართველოსგან არავინ ითხოვს ორმხრივი სანქციების დაწესებას. ხო ითხოვენ იმას, რომ საქართველოს იყოს საერთაშორისო სანქციების ნაწილი. აი იქნებ გითხრათ რის გაკეთებას აპირებს საქართველოს მთავრობა, ან რა კეთდება უკვე იმისთვის, რომ რუსეთისთვის მოკავშირე არ გახდეს საქართველოს სანქციების გვერდის ავლით რაღაცა შეიქმნას კომფორტული ზონა. მე წერალ ამას ვამბობდი, ჩვენ გვაქვს ზუსტად ისეთივე მიდგომა, როგორც აქვს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს და ამერიკის შეერთებულ შტატებს. და ეს ორი საზომია, რომელიცაც ჩვენ ზომავთ წონით და ვიღებთ გადაწყვეტილებას. პირველი, ეს არის კონფლიქტში პირდაპირ არ ჩართვა. ანუ ჩვენ ყველა ნაბიჯს და გადაწყვეტილებას ასე ვთქვათ, წონით ან ზომავთ იმ პერსპექტივით, რომ ეს გადაწყვეტილება ხომ არ მიგვიყვანს პირდაპირ სამხედრო კონფლიქტამდე. მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატები ამას ჩიცის ჩაკეტვას ვერ უზრუნველყოფს, იმიტომ რომ ამან შეიძლება პირდაპირ სამხედრო კონფლიქტამდე მიიყვანოს რუსეთთან, ხო? ჩვენც ესე ყოველ გადაწყვეტილებას ზომავთ ორი კრიტერიუმი. პირველი, მიგვიყვანს თუ არა სამხედრო კონფლიქტამდე, პირდაპირ ჩართვაში სამხედრო კონფლიქტში და მეორე, მიგვიყვანს თუ არა ეს ეკონომიკურ კოლაფსამდე. ეს სანქციებს ეკონომიკურ ნაწილსაც შეეხება. მაგალითად, ჩვენ ვნახეთ ახლა რამდენიმე ტალღა მოდის ხომ ამ სანქციების. პირველი სანქცია იყო უფრო მოგძალებული. გახსოვთ რომ SWIFT-ზე დიდი ხანი ვერ თანხმდებოდა ევროკავშირის ქვეყნები ერთმანეთში და არ სურდათ ამ სანქციის შემოღება, შემდეგ შეთანხმდნენ. დღესაც მაგალითად ცნობილია რომ ყველაზე დიდი დარტყმა შეიძლება მიაყენონ იმით რომ
ენერგომატარებლები არ შეისყიდა რუსეთისგან, მაგალითად გაზი ყოველდღიურად ევროკავშირი დაახლოებით 700 მილიონ ევროს ყოველდღიურად უხდის რუსეთს გაზისთვის. ეს მოცულობა არის დაახლოებით 700-800 მილიონი, რასაც დღეში იხდის ევროკავშირი რუსეთის გაზში. ეს არის ჩვენი წლიური იმპორტით შემოტანილი რუსეთიდან იმპორტის წლიური ეკვივალენტი. ანუ ის რაც ჩვენ შემოგვაქვს წლიურად რუსეთიდან, სხვადასხვა პროდუქტი, ხორბალი და ასე შემდეგ, ანუ რუსეთში რაც გადის თანხა ჩვენგან, ხომ? სადღაც 800-900 მილიონი. ზუსტად იგივე თანხას ევროკავშირი ყოველდღურად იხდის გაზში. შეუძლია თუ არა დარწმუნებული საქართველოს ხელისუფლებამ, რომ რუსეთისთვის ჩვენ არ გავხდებით ქვეყანა, რომლის გვერდის სავლითაც ეს აზრი რომ დავასრულო, რატომ არ აწესებს ამ კუთხით სანქციას ევროკავშირი, იმიტომ ეს სანქცია ეკონომიკურ კოლაფსამდე მიიყვანდა ევროკავშირს, ამიტომ ისინი რა თქმა უნდა ყოველ სანქციას ამ პრიზმაში ატარებენ, ამ ფილტრში იქნება ეს ეკონომიკური და სოციალური კოლაფსის გამომწვევი თუ არა. ჩვენ ზუსტად იგივე ფილტრში ვაყენებთ, ვატარებთ ყველა ჩვენ გადაწყვეტილებას, მივიყვანს ეს ეკონომიკურ კოლაფსამდე და სოციალურ კოლაფსამდე თუ არა. აქედან გამომდინარე, ჩვენ კიდევ ერთხელ ამ პოლიტიკური მხარდაჭერის, ჰუმანიტარული მხარდაჭერის კვალდაკვალ ჩვენ იმ სანქციებს რაც შეეხება, ამას ვატარებთ ორ ფილტრში. გამოიწვევს ეს თუ არა სამხედრო დაპირისპირებას და მეორე გამოიწვევს ეს თუ არა ეკონომიკური და სოციალური კოლაფსი. მადლობა ძალიან დიდი რომ დაგვithmet დრო და გვესტუმრეთ, პასუხობდით ჩვენს კითხვებს. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი იყო დღის ნიუსრუმის სტუმარი. მე გემშვიდობებით ერთმანეთს უკვე ხვალ 17 საათიდან შევხვდებით. ნახვამდის.